და გამომცემლობა ინტელექტის დამფუძნებელი კახა მკუდავავი ერთება პირდაპირ ეთერში დილამშვიდობის ბატონო კახა მოგესალმებით რეალურად პრობლემა თუ არის შესაძლებელი რომ შეიქმნას მე გულისხმობ წიგნების დეფიციტს და აქედან გამომდინარე თქვათ ამ დეფიციტის გამოყენებას თქვათ გაიყიდოს წიგნები ორმაგ ფასად სადაც საუბრობენ თქვათ რეალურად ექსპერტები თქვენ იცით რომ ქართულ ბაზარზე არის 18 გამომცემლობა რომლებიც ბეჭდავს სასკოლო სახელმძღვანელოებს ბეჭდავდა უფროსურად სასკოლო სახელმძღვანელოებს ყველა გამომცემლობის პრობლემები არის ინდივიდუალური მე დღეს წარმოვადგენ გამომცემლობა არტანოვისა და გამომცემლობა ინტელექტს და მე ჩვენი მშობლები და მოსწავლეები შემიძლია დავამშვიდო რომ ჩვენი გამომცემლობების წიგნები საკმარისზე მეტი რაოდენობით არის ჩვენ საწყობებში ნაშთების სახით და აქვე მინდა განვმარტო ჩვენს მშობლებს მიუხედავად იმისა რომ დოლარსა და ლარს შორის დამოკიდებულება ცვალებადია და ჩვენ საზიანოდ იყო არც ერთ სახელმძღვანელოს ფასი არ მოემატება და ყველა სახელმძღვანელოს ზე დაწერია თავისი ფასი უფრო მეტიც ჩვენ დისტრიბუტორებს საშუალებას ვაძლევთ იაფად შეიძინონ ეს სახელმძღვანელოები რომ არ მოემატოს იმ წიგნებს ფასი. გასაგებია, თუმცა 30% წელს დაიბეჭდება სახელმძღვანელოების 30%. როგორ ფიქრობთ, რამდენი მისაღებია ეს რეალურად 70% წიგნების სახელმძღვანელოების რომლებიც თქვათ შარშან დარჩა, ისინი ასე თქვათ ვარგისია, რომ ბავშვებმა ისწავლონ. საუბრობენ რომ უვარგისი წიგნებია და მათ ძალიან ბევრ ბავშვს დააკულება თქვათ სახელმძღვანელო. არ მინდა ნიშნის მოგებით ვილაპარაკო, მაგრამ ეს პროექტი თავიდანვე თქვენ სტუდიაშიც რამდენჯერ ყოფილი ვართ ჩვენ გამომცემლები და ითქვა ამის შესახებ ჯერ კიდევ 2 წლის წინ იყო მოუფიქრებელი გაუაზრებელი პროექტი და მე ნამდვილად არ მეგონა მესამე წელს რომ ეს პროექტი ასეთ სახით მოევლენებოდა საქართველოს. თქვენ ტენდერთან დაკავშირებით ჰქონდათ პრეტენზიები ასე ვთქვათ და წელსაც გაიმარჯვა ერთ-ერთმა კომპანიამ თქვენ რეალურად ტენდერში არ მონაწილეობდით. საქართველოს გამომცემელთა ასოციაციამ ფასთა მოკვლევაში მიიღო მონაწილეობა და ჩვენ გქონდა გამომცემლებს ჩვენი ხედვა ამ ტენდერის ჩატარების შესახებ. მაგრამ ეს არ იქნა გათვალისწინებული და ამიტომ გამომცემელთა ასოციაციას ქართველთა ასოციაციას არ მიუღია მონაწილეობა. რამდენად მაღალი ფასი იყო ბატონო კახა, სწორედ ამის გამო არ მოხდა გათვალისწინება. ან რა პირობები იყო რომელიც დაბალი ფასი იყო. დაბალი გასაგებია, მაგრამ რა პირობები იყო კონკრეტულად რომელიც თქვათ არ გაკმაყოფილებდა თქვენ გამომცემლებს. ორმა გამომცემლებმა მიიღო მონაწილეობა, ერთი თურქული კომპანია იყო, ერთი ქართულმა გაიმარჯვა, რომელმაც რეალურად დაბალი ფასი შესაძლოა უფრო. აი კონკრეტულად რა პირობები აქვს? თვითონ ტენდერის ჩატარების პირობები იყო არასწორად მოფიქრებული. ის ინფორმაცია რომ 30% იბეჭდება და ასე შემდეგ. იბეჭდება 100%-ით სასკოლო რვეულები, ანუ დანამატების სახელმძღვანელოებზე. ხოლო თვითონ სახელმძღვანელოების რაოდენობა არის მხოლოდ 41,000 ეგზემპლარი. 41,000 მოსწავლე მხოლოდ ერთ კლასში სწავლობს საქართველოში. ამიტომ დაახლოებით ყოველი მე-15 ბავშვი მიიღებს მხოლოდ ერთ სახელმძღვანელოს, ახალ სახელმძღვანელოს. ჩვენ ამიტომ ძალიან დიდი კომუნიკაცია გვაქვს დღეს საქართველოს ყველა სკოლებთან, გვირეკავენ მშობლები, ღელავენ ისინი იმის შესახებ, რომ არის თუ არა ახალი სახელმძღვანელოები, უხმარი სახელმძღვანელოები, თუ ჩვენ გვექნება სურვილი, ხომ არ იქნება რაიმე დაბრკოლებები. ჩვენ ვამშვიდებთ, ჩვენ გამოვაქვეყნებთ იმ მაღაზიების ნომრებს, იმ მაღაზიების ადგილებს საქართველოს სხვადასხვა წერტილებში, სადაც მათ იმ შემთხვევაში თუ მათ ნახმარი წიგნები არ აკმაყოფილებთ, თუმცა ფასებით სპეკულაციის რეალური საფრთხე არსებობს. გასაგებია თქვენ ორი გამომცემლობის შემთხვევაში ეს არ არსებობს, მაგრამ დანარჩენი გამომცემლები ან პატარა სტამბები, რომელსაც დიდი ბრუნვა არ აქვს. დიახ, სტამბები არა, გამომცემლობები. არსებობს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ხო არ ვიცით რამდენი წიგნი სჭირდება ბაზარს დღეს. ამისთვის საჭირო იყო კონსულტაციები გამომცემლებთან, განათლების სამინისტროს მხრიდან. ერთ მაგიდეს და თქვენ თუ 10 ჯერ მოგვიწევდით ამ 2 წლის განმავლობაში, განათლების მინისტრი ერთხელ მაინც არ უნდა შეხვედროდა გამომცემლებს. განათლების მინისტრი სამწუხაროდ სიტყვა გამომცემელიც კი აღიზიანებს. გამომცემელიც. ჯერ იყო დაზიანდა გამომცემლები, ავტორების ინტერესები, ახლა დაზიანდა ბავშვების ინტერესები. შემდეგ აქ ინფექციის საკითხებზე აქ საუბარი უამრავი სტატიები იბეჭდება, მე ექიმი არ გახლავართ, მაგრამ ამის შესახებაც მთელი პრობლემები დგას. ამიტომ არ უნდა გააკეთო ისეთი
რამ რომელიც 3 წელიწადს ვერ უძლებს გამოცდას ვერ უძლებს. ბატონო კახა თქვენ ახსენეთ საავტორო უფლებები ამასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა ამ ეტაპზე თქვენ რაიმე გზით გაგრძელებას აპირებთ თუ არა ამ საქმეს? დიახ, მეორე ინსტანციაში ანუ საკასაციოშიც არ დააკმაყოფილდა გამომცემელთა სარჩელი. როგორც განათლების მინისტრმა წააგებსო და ჩვენ ფეხბურთი კი არ გახლავთ რომ დავაგოთ და ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენ გავივლით იმ ინსტანციებს რომელიც აქ არის საქართველოში და მერე გავაგრძელებთ ამას სტრასბურგში. რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას ჩვენი ღრმა რწმენით სასამართლო გახდა განათლების სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტი. დანამატი გახდა სასამართლო, იმიტომ რომ ის ტერმინოლოგია, რა ტერმინოლოგიაზე საუბრობდნენ ჩვენი მოსამართლეები, ზუსტად სიტყვა-სიტყვით ემთხვევა განათლების სამინისტროს და მინისტრის ტერმინოლოგიას. ეს სერიოზული ბრალდება ან თქვენ ტენდენციურობაში აღენაშაულებთ აბსოლუტურად სასამართლო უწყებას? ანუ რეალურად თქვენ ფიქრობთ საფუძველი თქვათ არ ქონდა არც ერთ ინსტანციას რომ ასე ვთქვათ გამომტყუნებელი განაჩენი ვერ დავარქმევთ ამას, თუმცა წაგეგოთ როგორც განათლების მინისტრმა აღნიშნა ეს საქმე. წიგნი ეკუთვნის ავტორს და გამომცემელს. საავტორო უფლებები და ინტელექტუალური საკუთრება მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში გაცილებით უფრო მაღალი რანგის საკუთრებაა ვიდრე მატერიალური საკუთრება. ამიტომ სტრასბურგში 1%-იც არ არსებობს იმისა, რომ გამომცემლებმა ეს წააგო. ჩვენ მქონდა კონსულტაციები ექსპერტებთან, რომლებიც ჩამოვიდნენ, ისინი გაოცებული არიან ამ სიტუაციები. ბატონო კახა, რომ დავუბრუნდეთ სახელმწიფოების თემას, ახსენეთ რამდენიმე წუთის წინ რომ თქვათ ჩვენ არ ვიცით რამდენი სახელმწიფო ჭირდება მოსწავლეებს და სკოლებს რეალურად ეს არის დათვლილი. ვინ უნდა დაითვალოს ეს? ანუ ეს კვლევა უნდა ჩაატაროს გამომცემლებმა თუ განათლების სამინისტრომ თუ ორივემ ერთად? ორივემ ერთად. ეს ასე ხდებოდა მთელი 22 წლის განმავლობაში, რაც ჩვენ ამ ბაზარზე ვართ. რეფორმა ჩვენი ჩატარებულია. ჩვენს გარეშე სახელმწიფოს ერთი თეთრი არ დაუდია ამ რეფორმისათვის. სახელმწიფოების რეფორმა ჩაატარეს ქართველმა გამომცემლებმა და ქართველმა ავტორებმა. ამიტომ ამისთვის კონსულტაციები იყო საჭირო. ეხლა რამდენ მოსწავლეს დააკმაყოფილებს ის ნახმარი წიგნები, რამდენი ისურვებს ახალი წიგნის ყიდვას, ამას თავის კვლევა ჭირდებოდა, ამას უნდა შეხვედრები. თქვენ იცით თუ არა, არც წინა განათლების მინისტრს და არც ამ განათლების მინისტრს ხელი არ ჩამოურთმევია არც ერთი გამომცემლისათვის. სახეზე არ გვიცნობს ჩვენ არც. რატომ არ არის ეს კომუნიკაცია? ეს იმიტომ რომ დამნაშავე კაცის სინდრომით მუშაობს. იმათ იციან რაც დააშავეს. იმათ გააკეთეს ის რომ წაართვეს ქართველ ავტორებს თავიანთ დაწერილი წიგნები და აჩუქეს სხვისი საკუთრება სხვას თავიანთ სახელი. ეს იციან, ამიტომ თვალებში ხო უნდა ჩახედო ადამიანს ამ სიტუაციაში. თუმცა საქმე სასამართლოში მიმდინარეობს და ამას ალბათ შესაბამისი უწყებები გაარკვევენ. ბატონ კახა, რეალურად შეიძლება ითქვას, რომ მშობლებს მაინც ექნებათ არჩევანის უფლება, რომ უარი თქვან გამოყენებულ წიგნებზე და შეიძინონ ის ახალი წიგნები, რომელსაც თქვენი გამომცემლობა შეთავაზებს. ყველა გამომცემლობის სახელით და შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ დაბრკოლებას არავის არ შეუქმნით, ჩვენ ხელოვნურად არაფერი არ გაძვირდება. ყველაფერში ხელს შევუწყობთ და ჩვენ აუცილებლად მოვეფრებით ჩვენს მასწავლებლებსაც. იმიტომ რომ 3 წელია მასწავლებელი დაივიწყეს და მასწავლებლის წიგნები, რომლებსაც ჩვენ უფასოდ ვარიგებდით 20 წლის განმავლობაში, 3 წელია მასწავლებელს თავის სახელმწიფო არ აქვს. გასაგებია ბატონო კახა, იმედს ვიტოვებ ჩვენ რომ სპეკულაციური ფასები სახელმწიფოებზე არ იქნება და ამ მშობლები არ დაზარალდებიან, რეალურად იქამდე მიდის მაინც მშობლებამდე ნებისმიერ შემთხვევაში მათზე ტყდება ასე ვთქვათ ეს ყველაფერი. და ასევე ნაყოფიერი კომუნიკაცია შედგება. დიდი მადლობა, გამომცემლობა ინტელექტის დამფუძნებელი კახა კუდავა იყო ჩვენი სტუმარი. ახალ მსოფლიოში მიმდინარე